ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს დიდი პოლიტიკოსები წარმართავენ. ადამიანები, რომლებიც აერთიანებენ ან ყოფენ კონტინენტებს. სათავეს უდევენ სახელმწიფოთა ახალ წესრიგს და განსაზღვრავენ ხალხთა შორის სამომავლო ურთიერთობებს. თავიანთი მასშტაბური ცხოვრების წყალობით მათი სახელების სამუდამოდ იწერება ისტორიის ფურცლებზე. სწორედ ასეთი გამორჩეულად დასამახსოვრებელი ერთი ქართველი მსოფლიო ლიდერების გვერდით დადგება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების სათავეებთან. მე-20 და 21 საუკუნეების პოლიტიკურ ფორმაციის მიჯნაზე გაივლის და მისეული ქარიზმატულობით დიდ წვლილს შეიტანს ამ პროცესების წარმართვაში. ქართველი, რომელიც ნაომარ სამშობლოს დააწყნარებს, დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ ქვეყანას სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს და აღშენებლობის გზით წაიყვანს. 200 წლიანი მონობისგან გათავისუფლებული ერის თვითყოფადობას გადაარჩენს და სათავეს დაუდებს სახელმწიფოებრივი ფორმირების ახალ პრინციპებს. მე რომ გითხოთ, გავლიდით თუ არა იმავე გზას? რა თქმა უნდა გავიდეთ. ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწე. ყველა ადამიანი რაღაცა მოწოდებისთვის იბადება. ზოგი იმისთვის ხატვარი იყოს, ზოგი მწერალი, ზოგი პოეტი, მაგრამ აი შევარდნაძე დაბადებული იყო პოლიტიკისთვის ნამდვილად. შეეძლო არა მარტო დინების აღმა წასვლა, ყოველწუთს თავისი სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა და რისკის გაწევა. როდესაც ჩვენ იმოდენა ფიგურაზე ვლაპარაკობთ, იმ ხელა პოლიტიკურ ფიგურაზე, როგორც ბრძანდებოდა ბატონი ედუარდი, ძალიან დიდია პასუხისგებლობა. ერთის მხრივ არაფერი დაუმატო, იმიტომ რომ ეს იქნება შეურაცხყოფელი, არ საჭიროებს ის დამატებას. და მეორეს მხრივ არ დააწვრილმანო ეს თემა ისე, რომ იგი ყოფით თემად აქციო. რასაც ამერიკელები უძახიან self-made man. ადამიანი, რომელმაც შექმნა საკუთარი თავი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემი კარიერა მაინც ბავშვობიდან მოდის. ბავშვობის წლებიდან, სკოლიდან, ოჯახის ცხოვრების წესიდან. რა თქმა უნდა, ეს დედის, მამის, აი ამ ზეგავლენის აღზრდის გარეშე არ ხდება, მაგრამ მაინც მთელი მისი შემდგომი ბიოგრაფია მოწმობს სწორედ ამას, რომ მან შექმნა საკუთარი ბიოგრაფია და ფენომენი, რომელსაც შეიძლება დაარქვა ედუარდ შევარდნაძე. საოცარი შრომის მოყვარე ადამიანი იყო, საოცარი, ეს მას მე ვფიქრობ მისი ოჯახიდან და მისი ფესვებიდან მოდის. ბავშვობიდან მიჩვეული იყო ფიზიკურ შრომას, რაც ქვია ნამდვილი ფიზიკური შრომა. მიჩვეული იყო, მართალია ყველაზე პატარა და ნაბოლარა იყო, მთელი ოჯახი ანებივრებდა. ედიკოს ეძახდნენ. კარგად სწავლობდი, კარგი მქონდა მონაცემები, ნიჭიერი ბავშვი ვიყავი და შენ და გამოხვიდა ექიმი. ექიმი ჩამჩიჩინებდა განსაკუთრებით დედაჩემი. აი შენ რო დაამთავრებ და საექიმოს რო დაამთავრებ და რო დაბრუნდები, აი მე აღარ გამიჭირდება, მე აღარ მოვკვდები. მოხსენება წაიკითხა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირობა ივან შევარდნაძე. ჩვენი რესპუბლიკის ახალგაზრდობის სახელით უღრმავ მადლობა უთხრა პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩვენი მუშაობის მაღალი შეფასებისათვის. მე ჩემი პოლიტიკური კარიერა ძალიან ისე წარიმართა სწრაფად. როცა ადამიანი ახალგაზრდობის ლიდერი გახდება საქართველოში, მე უკვე ესახელებოდა და ექიმოაზე აღარ ლაპარაკობდა. მემორიალის გახსნაზე მოვიდნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელები. შენ იყო კომუნისტი, მე იყო მინისტრი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, მე ჩამოვიდა დანგრეულ საქართველოში, არ შემხვედრია. უფრო უცხოელი პოლიტიკოსები და მით უმეტეს ისინი, რომლებიც უფრო ახალგაზრდები არიან, ისინი ერთ დროს დაიბადნენ ერთ პარადიგმაში, გაიზარდნენ და იმ პარადიგმაში მიყავთ თავის პოლიტიკა. ედუარდს რამდენჯერმე მოუწია თავის ცხოვრების პარადიგმის შეცვლა და ეს იყო კიდე ის, რაც მას ხდიდა ასეთ ბუმბერაზად. მისთვის ყოფა, საყოფაცხოვრებო
ელემენტები, დეტალები აბსოლუტურად იყო მეათე ხარისხოვანი. მთავარი იყო ეს დიდი ისეთი მნიშვნელობის ცნებები. რა თქმა უნდა, ოჯახი. ოჯახი ძალიან დიდი იყო მის ცხოვრებაში. ასე მიმაჩნია, რომ ოჯახი კაცობრიობის საფუძველია, ჩემთვის ჟანგბადია. მე იმაში ვარ დარწმუნებული, ბაბუაჩემი შეიძლება იმის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა, რომ არ ყოლოდა ბებიაჩემი ზურგს უკან. ორივე ლიდერი და ძლიერი პიროვნება იყო და ხანდახან ამბობენ, რომ ორი ძლიერი პიროვნება ერთად უჭირთ, მაგრამ ამათ რაღაც ძალიან ისეთი თანხვედრა ჰქონდათ. პრაქტიკულად ვერ ხედავდით მას სახლში. დილით მიდიოდა, ადრე გამოვიდა, მაკოცებდა, იმიტომ რომ ის მიდიოდა ჯერ სამსახურში და მე მიდიოდი მე სკოლაში. 1 საათი, საათნახევარი ქონდა შუადღეზე, როდესაც მოდიოდა სადილად. ეს იყო დაახლოებით ის, როდესაც ჩვენ მოვდიოდით სკოლიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევით არ იყო. ეს სადილები გრძელდებოდა ალბათ 15-20 წუთი მეტი არა. და იმ 15-20 წუთშიც ადამიანი ახერხებდა ესაუბრა ჩვენთან. და შემდეგ ღამე გვიან მოდიოდა და პრაქტიკულად მთელი დღე ისე გადიოდა, რომ ვერ ხედავდი. ну ერთი დღე იყო ალბათ კვირა დღე, ხანდახან გავიდოდით ხოლმე ბუნების სადღაც სიახში, რაღაც ვადებს შევწავდით და ჩემი ასკილს დაკრიფავდა. ხანდა ეს იყო ბედნიერი დღეები და ბედნიერი წუთები მაშინ. ჩავხდი. ამ გამოჩენილი მოღვაწის საქმიანობა ის სამ ეტაპად იყოფა. საქართველოში საბჭოთა წყობილების დროს, როცა ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველო ახორციელებულიყო, მომზადებულიყო შესაძლო დამოუკიდებლობისათვის, შემდეგ მოღვაწეობა უკვე მსოფლიო მასშტაბით როცა არის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და მყარდება ახალი წესრიგი და საოცრება მსოფლიო ომის გარეშე იშლება ბოროტების იმპერია და შემდეგ უკვე მოღვაწეობა დამოუკიდებელ საქართველოში, როდესაც ქვეყანა გამოდის მისი ხელმძღვანელობით ქაოსისა და განუკითხაობის ვითარებიდან და ფუძნდება ამით ჭეშმარიტად დამოუკიდებელი დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა. თავისი კანონზომიერებით მიმდინარეობდა ჩემი ცხოვრება. იმ კანონზომიერების პირობებში უნდა მეცხოვრა, რომელიც მაშინ არსებობდა რეალურად. მერე მოხდა ისე, რომ რეალურმა აზროვნებამ აჯობა აი ასეთ ფანატიკურ განწყობილებას. ხედავდი, რომ რეალობა სხვა არის. და თანდათანობით ადამიანში იღვიძებს ის გრძნობა, რომ ეს ძალა კი არა, მარქსიზმი კი არა, არის მეორე ძალა, რომელსაც უნდა ირწმუნო. მაგრამ ეს არც 1 წელიწადში მომხდარა და არც 2 წელიწადში. საკმაოდ დრო გავიდა. 70-იან წლებში მე უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენ სოციალიზმს უწოდებდით, დიქტატურის პირობებში აშენებული საზოგადოება, ეს იყო ხალხის მოტყუილება. მაგრამ მე უკვე საკმაოდ მაღალი რანგის მოღვაწე ვიყავი, თქვა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი საქართველოსი, მეორე პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, რა თქმა უნდა მე უნდა ეს ეჭვები უნდა დამემალა, უნდა შევნიღბულიყავი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო ჩემთვისა და სხვა ხალხისთვისაც. მარტო იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ჩვენ მუშაობდით 30-40 წლის წინ აგიტაციით, პროპაგანდით, იმ გაგებით, როგორც ეს ჩვენში დამკვიდრდა, ალბათ შორს ვერ წავალთ. ის, რასაც გორბაჩოვმა პერესტროიკა დაარქვა, ფაქტიურად 85 წლის მერე, ის 70-იან და 80-იან წლებში აქ კეთდებოდა, ოღონდ სახელი არ ერქვა, იმიტომ რომ ბრეჟნევი და სუსლოვი სანამ ცოცხლები იყვნენ, სახელს ვერ ცალკე რესპუბლიკაში არ მოგცემდნენ უფლებას, რომ სახელი დაგერქმია. როცა მასშტაბურ პროექტებზე ვლაპარაკობ, მე არ შემიძლია გვერდი ავარო იმ პროექტებს, რომელიც განხორციელდება ქართულ სოფელში, ქართულ მთაში.
ყედოლებაში მაქვს ხევსურეთი, შატილის აღდგენის პროექტები, ყედოლებაში მაქვს სვანეთისში პირველი გზა მაშინ პრაქტიკულად სერიოზული გზა სვანეთში მაშინ გაკეთდა ზემო სვანეთში. ყედოლებაში მაქვს კახეთის რეგიონებში, აი ერთი სოფელი ჭერემი, რომელიც იყო გადასახლებული სოფელი, მის დროს იქნა აღდგენილი. ბევრი კეთება იმისათვის, რომ სოფელს სოფლური იერი არ დაუკარგოთ. კომფორტი შევიტანოთ თანამედროვე სოფელში, მაგრამ სოფელი სოფლად დარჩეს. სოფელში სიცოცხლე დუღდეს. ბევრი კეთება იმისათვის, რომ თას სიცოცხლე დაუბრუნდეს. გზები ავაშენოთ. ტელეხედვა გონდეს თის მოსახლეობას, რადიო, საყოფაცხოვრებო მოსახურება, სავაჭრო და ასე შემდეგ. თა არ დაცარიელდეს. აბა თქვენ წარმოიდგინეთ რა როგორ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი იმ პერიოდში უდაბნოს გაცოცხლება, იქ სოფლის აშენება, გასარწყავება, დავით გარეჯის მონასტრის აღდგენა, მისთვის სიცოცხლის მინიჭება, გარეჯობის სახალხო დღესასწაულის დაწესება. როდესაც მედიკო უთანხმებდა ხოლმე ასეთ საკითხებს, ანუ უზიარებდა ედუარდ შევარდნაძეს, ედუარდი ეხმრობოდა, შენ იმოქმედეო და თუ დაგიჭერენ მე ლოჯიან კამერას მოგიმზადებო. რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში, ხო? აბაშის ექსპერიმენტი. მრეწველობის სფეროში ფოთის ექსპერიმენტი. საბაზრო ეკონომიკაზე ლაპარაკი არ იყო, მაგრამ ის რასაც მაშინ ვაკეთებდით ჩვენ, ეს იყო საბაზრო ეკონომიკა. მე მათ ამოუცხადე. მე ვარ პასუხისმგებელი, თქვენ აიღეთ მიწა იმდენი, რამდენის დამუშავებას შეგიძლიათ. და რასაც მოიწევთ მოსავალს, იმის ნახვარი თქვენი იქნება. ნახვარი სახელმწიფოს მიყიდეთ. არ ჯეროდათ, რომ ეს მართლა მიცემენ. და როცა რამდენიმე ურემი დატვირთა და წაიღო სახლში, მე კი დაიჯერა, რომ თურმე სიმართლეს ეუბნებიან და არატყვილებენ. გარბაჩოვს უთხარი მოუყევი ამის შესახებ. 1000 კითხვა მომცა. ეს როგორ არის, ის როგორ არის, როგორ მოხდა, როგორ აიღეთ თქვენ თავზე ეს პასუხისმგებლობა? არის პოლიტბიუროს დადგენილება ამ საკითხზე? ეხლა რო პოლიტბიუროზე დაგიძახო რა სეტყვი. ის რაც გუშინ არ იწევდა დიდ აღშფოთებას და დიდ პროტესტს შინაგანსაც და გარეგნულსაც ადამიანის, რის მიმართაც გუშინ კომპრომისის სავსებით დასაშვებად მიგვაჩნდა, დღეს თვით რომ ეს ცოდვაა დიდი და ეს ცოდვა უნდა წაირეცხოს. ის რასაც დღეს ჩვენ თვლით, რა მოხდა მერე? აი ვიტყვით ხოლმე, რა მოხდა მერე? აი ხვალ და ზექ 1 წლის მერე და 5 წლის შემდეგ იტყვიან, აღარ იტყვიან რა მოხდა მერე. მერე იტყვიან რომ ეს მოუთმენელია ჩვენი საზოგადოებისათვის. ყველაზე რთული პროცესი იყო დემოკრატიზაციის დაწყება. ისიც და მეც დარწმუნებული ვიყავით, რომ თუ ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ის თავის თავს არ ეკუთვნის და თავის პატრონი არ არის, ის ვერ შექმნის იმ რაოდენობის პროდუქტს და მათ შორის სულიერების სფეროშიც. იდეოლოგიის სფეროში. თქვათ, აკაკი ბაქრაძე ასეთი ფიგურაა. აკაკი ბაქრაძე იყო ედუარდ შევარდნაძის კრეატურა. ის არ იარსებებდა რომ არა ედუარდ შევარდნაძე, იმიტომ რომ საჯარო ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტებში და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობდა ღიად და არავინ არ იჭერდა. მე ღმერთმა დაიფაროს იმ ცოდვისაგან, რომ ასეთ ჯვარი გადაუსვა იმას, რაც გაკეთდა. ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ გალამაზდეს, გამშვენიერდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რესპუბლიკა. მისი ყველა კუთხე. ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ კარგ ტრადიციას შეუერთდეს თანამედროვე არქიტექტურის აზრი, გონება, თანამედროვე არქიტექტურის ხატრობის მიღწევები. ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს. არც სიძველე დავკარგოთ. არც დღევანდელობას ჩამოვრჩეთ. 70-იან წლებში შეიქმნა უნიკალური მთავარი სამმართველო ისტორიული ძეგლების დაცვის. ეს იმ სინამდვილეში და იმ დროში იყო სრულიად მოულოდნელი და ძალიან ორიგინალური სხვა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობა. და ფაქტიურად აქედან დაიწყო კულტურული ძეგლების რესტავრაცია. და ამ დროს თბილისში მიდის სამუშაოები ისტორიული თბილისის რეგენერაციაზე. მაგდენის სამუშაოზე და მაგდაგვარი არცად არ იყო მოსში საბჭოთა კავშირში და მაგაზე არც ერთი
მანეთი არ იყო გამოყოფილი ცენტრალიზებული სისტემით. ეს ყველაფერი ხდებოდა აი საოცრად ლამაზად ყოველგვარი გახმაურების გარეშე შინაგანი რესურსების მეშვეობით. როცა ბატონი ედუარდი დანიშნეს პირველ დივნად წესი და რიგით ის უნდა წასულიყო პირდაპირ ცეკა შენობაში. ამის მაგივრად წავიდა მარჯანიშვილი თეატრში დაესწრო სპექტაკლს. ამით გაუსვა ხაზი, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა. არც ერთ ფორმაციაში ის მთავარი ცენტრალური ბგერა მას დაგაგული არ ქონდა. და ეს ბგერა არის საოცარი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ. საოცარი უნარი ანალიზისა, მოვლენების, განზოგადების, მასშტაბურად აღქმის ამა თუ იმ პროცესის. მხატვრული მოვლენების, მე პოლიტიკური მოვლენებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბატონი ედუარდი ყოველ წელიწადს მოდიოდა სტუდიაში. იყო დიდი თავყრილობა, ხანდახან გამოსვლები იყო, 1 საათი გრძელდებოდა. ყველაფერს იწერდა, რასაც ლაპარაკობდნენ. ყველაფერს მოისმენდა და მერე პასუხს აძლევდა. და ყოველ წელს, როგორ წესი, სტუდიას აძლევდა ფულს ტექნიკისათვის. ჩვენ ხო მოსკოვი გვაძლევდა ფულს, კომიტეტი მოსკოვის. დარგმავდა, მაგრამ ტექნიკა არ ქონდა სტუდიას. მე მგონი თეატრალურ ხელოვნების მუშაკებთან იყო შეხვედრა, როდესაც თქვენ ხო არ გეპარებათ მეთქი, ეჭვი რომ მე მეხთა მეების წინააღმდეგი ვარ. არაო, რა თქმა უნდა არ მეპარებავ. აი ნეტა იმ დროს მოესწრებოდე რომ რუსთაველის თეატრში ბილეთის შოვნა ღრთამით შეიძლებაოდეს და მართლაც ასე არ არის გადაჭარბებული თვითონ სულიერი მეგობრობა და სულიერი ახლობლობა აკავშირებდა მას უმრავლესობასთან აი ამ დიდი შემოქმედების და უმრავლესობასთან აი ამ მართლაც სერიოზული და დიდი მეცნიერების. შეიძლება ულუკმაპუროდ გააძლოს კაცმა, მაგრამ პოეზია მაინც მისი სული და მისი ხორცია, მისი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, მისი აზრის და გონების შემადგენელი ნაწილია. მე თითქმის ზეპირად ვიცი შოთა ნიშნიანიძის ლექსი, რომელიც აფხაზ ხალხთან მეგობრობას ეძღვნება და სიმართლე გითხრათ, ცრემლის გარეშეც კი არ შემიძლია გავიხსენო ისეთი უბრწყინვალესი მხატვრული შედარებები. მე ცრემლის გარეშე ვერ წავიკითხე ნოდარ დუმბაძის მოგონება და სიტყვა აფხაზ ხალხთან მეგობრობაზე, რომელიც დაკავშირებულია მისი ბავშვობის მოგონებებთან და ბავშვობაში გატარებულ წლებთან აფხაზეთში. მე ასევე დიდად მადლიერი ვარ გრიგოლ აბაშიძისა, რომელმაც შესანიშნავი წერილი მიუძღვნა ამ პრობლემას, ამ თემას. და სხვა ბევრი ამხანაგები, ძირითადად ჩვენი მწერლობა გურამ ასათიანი, მე ვიცი, ჭაბუ ამირეჯიბი, სხვა ამხანაგები და სხვა ამხანაგები. მე ასევე დიდად მადლიერი ვარ აფხაზი ამხანაგებისა, აი ნოდარს გამოეხმაურა ვანო თარბა, ბაგრატ ჩინგუბა, სხვა ამხანაგები. და აი ასე ჩვენ ერთად ყველანი, როცა მოვინდომებთ, როცა მოვიწადინებთ, როცა ჩვენ ჯერ არ გვწამს დიდი მეგობრობისა, აი ასე როგორც სიტყვიან, აი ნაბიჯ შეგვიძლია და ეს აგურის დადებით ავაშენოთ ჩვენი დიდი და სამუდამო ძმობა და მეგობრობა ჩვენ საქართველოში. აბა ჩემი ძალიან დიდ პატივს სცემდა მას. აი ამ ურთიერთობებს ბატონი ედუარდი ძალიან ურთხილდებოდა. მე თვითონაც გამამდიდრა ამ ურთიერთობამ. თუ შემდეგში მე რაღაც სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა მომიწია საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ძალიან ბევრი შემძინა ქართულ ინტელიგენციასთან მეგობრულმა ურთიერთობამ და იმან რომ მათ ნაწარმოებებს მე გვითხოვდი ხანდახან დაბეჭდვამდეც, გამოქვეყნებამდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც შენიშვნებს ვაძლევდი რაღაცა, უბრალოდ მათ იცოდნენ რომ მე მაინტერესებდა და ეს ამ ურთიერთობით მე ვამაყობდი და ვამაყობ კიდეც. შეიქმნა ახალგაზრდების ჯგუფი კონკავშირლების, ვინც მუშაობდი და მწერლების, ახალგაზრდა მწერლობის. ეს 60-იანების ნოდარ დუმბაძე იყო, სხვადი იყო. ხან ირაკლი მოდიოდა, ხან გრიგოლ აბაშიძე მოდიოდა. ყველაზე ხშირად სიმონ ჭიქოვანი მოდიოდა. და სიმონის გაკვეთილებს გავდიოდით ჩვენ ყველანი ერთად. და აი მაშინ ჩემთვის მაგალითად ის დღეები იყო საუკეთესო გაკვეთილები იმისათვის თუ რომ მესწავლა როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ქართული კულტურისა და ქართული მწერლებისა. ახალგაზრდა კაცი ვიყავი მაშინ სათუწორულაში ვარ, მაგრამ სათუწორულაში
ასე უძახოდნენ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც წამოიწყებდნენ, ასეთი კოდი ჰქონდა, თავარი მიზანი იყო ქართული საქმეების კეთება. ოღონდ ეს არის ეპოქა, როდესაც ეს ყველა ქართული საქმე იყო გარკვეულ ფორმატში შეფუთული. მახსოვს მამაჩემისგან, რომ ეს უნიჭიერესი კაცია, ძალიან დიდი მასშტაბებით და ბევრი რამის გაკეთება შეძლებს ქვეყნისთვის. ნამდვილად პატრიოტი კაცი, მონდომებული, უაღრესად ენერგიული. ედუარდს რაც სიკეთე უკეთებია მსახიობებისთვის, მომღერლებისთვის, წერლებისთვის, აკადემიისთვის. გადაყოლილი იყო ეს კაცი, გადაყოლილი იყო ამათზე. და საერთოდ ისეთი წიგნები იწერებოდა, რომელზეც ერთხელ კიდეც მითხრეს მოდარდუმბაძის ნაწარმოებზე მითხრა ჩემო კოლეგამ უკრაინელმა მეო თარგმანში წავიკითხეო და არ გეშინიაო კაცო ამის წიგნებს რომ უშვებთო არ გეშინიათო არა და ეს არის კლასიკა ეს არის სიმართლე იმ ცხოვრებაზე რა დიდი მხატვრის მიერ ნათქვამი რომელი ერთი გამოცემა და დავასახელო თქვა იგივე დათათუთაშხია თქვა რა საინტერესო ისტორია ჯანსუღ ჩარკვიანი ეუბნება ბატონ ედუარდს რომ ბატონ ედუარდ ეს რო დაუბეჭდო მას იზამენო დამიჭერენო და ჩემ ცოლშულს ვინ არჩენსო პასუხი იყო იცით ძალიან საინტერესო პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და ეს უფრაზიანი გამოხედა და უთხრა დაბეჭდეო და პრობლემა არ არის შენი ცოლშულის მოვლა ანუ აბსოლუტურად მეგობრული ზუსტად იმ სამოციანელივით იქცეოდა როგორც ის სამოციანელი კინორეჟისორები და წერლები. ჩემთვის სწორედ აი იმ ინტელექტუალური რესურსის მომზადება იყო მთავარი და არა პლაკატით ქუჩაში გამოსვლა. იმ დროს ეს ნაჩქარევი იყო, ნაადრევი იყო. 70-იანი წლები ეს იყო კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი წლები. როდესაც ბატონი ედუარდ შევარდნაძე მოვიდა სახელმწიფოს სათავეში. ამის მაგალითად მე ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, არის ტურუას პოლიტიკური თეატრი. ეს იყო ბუმი ქართულ თეატრში. ნამდვილ და საყოფა ძალა ბავში თავის ხარეს გადაიქრია. პროტესტს მაცხადებ. ქალბატონი ნათელად ძალის ხმით ჩამორჩება მაგ ქალს, რომელიც ფიზიკურ შრომას არის მიჩვეულ. რატომ? ქალბატონი ნათელა ერთო. მე მახსოვს რუსთაველის თეატრის სპექტაკლები. რობერტ ტურუას მიერ დადგმული ჩემი მონაწილეობით. როდესაც მოდიოდა ჯერ კულტურის სამინისტროს კომისია, ცარიელ დარბაზში ჯდებოდნენ და როგორც წესი, ჰქონდათ უარყოფითი დამოკიდებულება. მერე მოდიოდა ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე, მერე მოდიოდა ცენტრალური კომიტეტის დივანი იდეოლოგიის დარგში. უკმაყოფილება ისე ვრცელდებოდა, მანამ სანამ არ იქნებოდა დადებითი დამოკიდებულება ბატონი ედუარდის. აი მაგალითად როცა ყვარყვარე დაიდგა, როგორ თვითონ რამაზი მიყვებოდა მე, რომ 6 დღე ყოველ დღე ათამაშებდნენ ამ სპექტაკლს. იყო თაკთაკიშვილი იქა მინისტრი და ვიქტორია სირაძე. და ნუ მოიტანეს ამბავი რომ ამის გაშვება შეუძლებელია. აქ ესაა ანაგულისხმები, იქ ისაა ანაგულისხმები, აქ ესაა, ეს. მე გადავწყვიტე ნახო. მე 6 დღეს მოვიდა ბატონ ედუარდი. სპექტაკლი დამთავრდა, ბატონ ედუარდი ავიდა და მოულოცა ეს სპექტაკლი. ამით ის მან გადაარჩინა, იმიტომ რომ უნდათ რომ არ გამოსულიყო. მეორე დღე დილით შევკრიბე ბიურო და გამოაცხადე რომ მე ვიღებ თელ პასუხისმგებლობას, ეს არის ნამდვილი შემოქმედება და ამის აღძალვა ნიშნავს იმას, რომ საერთოდ საქართველოში შემოქმედებაზე უარი ვთქვათ. ეს ბომბი იყო, მაშინ იცით ეს რობიკოს ტურუას სპექტაკლის გაშვება. ასე მოხდა კავკასიური ცარცისტრის დადგმის შემდეგ. იგივე გამეორდა რიჩარდ მესამის შემდეგ. მიხვდა რომ საქართველოს თუ არ იმღერებს თუ ხელოვნებას არ მოკიდებს ხელს სადაც მართლაც ამდენი ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს თუ არ დადგამს სპექტაკლებს არ გადაიღებს კინოს
დაიკარგება ამუზარმაზარ გააფთრებულ სამყაროში და მთელი ძალით ეხმარებოდა ხელოვნებას. აი ამ სპექტაკლებმა მოიტანა უდიდესი მნიშვნელობა ქართული თეატრის მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჩანაფიქრი მონანიების როცა ბატონმა თენგიზმა მითხრა რომ ესეთ რაღაცას ვდგამო, მე ვთხარი მე როგორ დგამთამოს, ეს არ იყო ჯერ გარბაჩოვის შორს იყო. ჩანაფიქრი იყო გაკეთებული სადღაც 80-იან წლებში. და ესე მითხრა ბიჭო გადავიღო. სიმართლე გითხრა ორი ღამე არ მიძინია შემძრა თვითონ მარტო სცენარმა. მე რო წარმოვიდგინე რა იქნება ეს გადატანილი ეკრანზე. შეუძლებელი იყო ამ ფილმის გაკეთება მხოლოდ საკუთარი ამბიციით და სახსრებით და სურვილით. ანუ აქ უნდა ყოფილიყო ქვეყნის პირველი პირის პოლიტიკური ნება, რომელიც ხოდშეს იყო განსხვავებული მთელი დიდი ქვეყნის, დიდი საბჭოთა იმპერიის, ეს კი მეთაურების პოლიტიკური ნებისგან და ეს იყო ძალიან რისკიანი და დღემდე ვერ ხსნი, როგორითი იყო ეს ნაბიჯი ნაკარნახები, როგორი ინტუიციით, ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ფილმის კეთება დავიწყეთ 79 წელს, როდესაც იყო ბრეჟნევი, მერე იყო ანდროპოვი, ჩერნაი, მთელი ეს გერონტოკრატია მეფობდა. დამიძახეს სანახავად, ჯერ კიდე შავი მასალა იყო, არ იყო დასრულებული საბოლოოდ, მე უკვე მივხვდი რომ ეს ეპოქალური მნიშვნელობის ფილმი შეიქმნა. აი ვერიკოს ეს მთავარი ფრაზა რომ ეს გზა ტაძრისკენ მიმიყვანს ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს ვერიკო პასუხობდა არა და ბატონმა ედვარდმა თქვა რომ იქნებ თქვას არა ეს ვარლამის ქუჩაა ეს გზა ტაძრისკენ არ მიგიყვანს ანუ პრინციპში მე ვიმკითხო ეს კიდევ უფრო გამწვავება იყო რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვარლამის ქუჩაზე ვცხოვრობთ და ყველაფერი ისე გრძელდება. შინებული პიროვნება და უმციკლო ადამიანი. მისი ნათელი სახე დიდხანს დარჩება მეგობრების, თანამშრომლების და ამხნაგების ხსოვნაში. მას ახლოს იცნობდი არავითის. მე ვფიქრობ, როგორც არსებობს ხელოვანის ინტუიცია, ალბათ არსებობს პოლიტიკოსის ინტუიციაც და მან რაღაცა იგრძნო რომ ბზარები ჩნდება. თუმცა შეიძლება მთავარი ბზარი სწორედ მონანიებაც იყო, მაგრამ იგრძნო რომ რაღაცა ახალი უნდა დაიწყოს, რომ ის ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს რაღაცა ახალი. რომ არა ბატონი ედვარდი არ იქნებოდა ეს მონანიება. არ იქნებოდა მონანიება და ნახეთ რამდენ რამეს კარგავდა აბულაძე და ვინიც ის მე ვინ შეიტანდა იმ რაღაცა მნიშვნელოვან წვლილს საბჭოთა კავშირის ისტორიაში თუ აი ძლიერ გარდატეხაში ვინ მოახერხებდა ამას როგორც მოახერხეს ამ ფილმმა და ეს ასე იყო მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება ხელოვნების თეატრის მიმართ ქართული კინო ათეულში შედიოდა ანეკდოტია მაგრამ აი ამ პატარა ქვეყნის ეს პატარა კინო, რომელსაც არავითარი ტექნიკა არ გააჩნდა, შედიოდა მსოფლიო კინემატოგრაფიის ათეულში. ჩამოდიოდნენ აქ უდიდესი რეჟისორები, მხატვრები, ხელოვანები და კოზინცევმა ერთხელაც კი მკითხა, როდესაც რობერტ სტურუას სპექტაკლზე მყავდა წაყვანილი წითელი ცხენები ლურჯ ბალახზე. უყურებს და მეუბნება გამაგებინე შვილო, მე საბჭოთა კავშირში ვარო. მერე თემურის გუშინდელნი ნახა, მანამდე რობიკოს სპექტაკლები არსებობდა, თუნდაც იგივე შევარდნაძის დროს დაიდგა მიხეილ თუმანიშვილის შედევრი ანტიგონე. ჩემს თავზე. თავი რომ მიყვარს. რამ შეგაყარა შენი თავი? ბრისთვის, რა სიკეთისთვის. მოსკოვში ვერთ გასტროლებზე, მაშინ რუსთაველის თეატრში ვარ, ჯერ კიდევ. გასტროლებია 5 თუ 6 სპექტაკლი წავიღეთ. მართლა ეს ძალიან მაგარი გასტროლები იყო. განსაკუთრებით სტურუას სპექტაკლებმა პირდაპირ აი ბომბის გახეთქვას გავდა კავკასიური და აბა რა იქნებოდა. გუშინდელნი რო ვითამაშეთ, მეორე დილით დაახლოებით 8 არის, თუ მოკლედ 9-ზე მეტი არ არის, 9-ის ნახევარია თუ რაღაც. რაღაცა აგაგონებდა, გავაღვეთ და ისა ბატონი კაკო ბაქრაძე
რა იყო კაცო მეთქი შემოვიდა ეხლა დარეკა შევარდნაძემ რატომ გუშინდელნი როგორ წავიდა გუშინ ახ არ გამაგიჟო ხო გუშინდელნი როგორ წავიდა დილის 8 საათზე რეკავს ხო არ ვიცი ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის ეს იყო მისი შეიძლება ითქვას აი ბუნებრივი მოთხოვნილება მისი ორგანული თვისება იყო მისი დამოკიდებულება სულიერების მიმართ იყო ხაზგასმული რომ არა ბატონი ედუარდი ოთარ იოსელიანი ვერ გაემგზავრებოდა პარიზში სადაც გადაიღო რამოდენიმე ბრწყინვალე ფილმი ყველაზე რთული დიპლომატია იყო კრემლთან ურთიერთობის დიპლომატია ეს არ იყო რთული იმ ხალხისთვის ვისაც სხვა მიზანი არ გააჩნდა თუ შენ ცოტა სხვა მიზანი გააქვს და გინდა რომ რაღაცისთვის მზად იყო პიროვნების თავისუფლების თუნდაც ნაწილობრივი პრინციპი დამკვიდრდეს და ასე შემდეგ მაშინ შენ მართლა გჭირდება ესე იგი რომ შენი ტვინის ყველა უჯრედი მუშაობდეს და ფიქრობდეს იმაზე რომ როგორ უნდა შენ იღბო შენ ის რასაც ქვია ჭეშმარიტი შენი მიზანი რომელიც მიმართულია უფრო შორეული პერსპექტივისაკენ როგორ უნდა შენ იღბო ისო რომ ხელი არ შეგიშალონ და პირიქით დაგეხმარონ მუშაობაში მე მახსოვს ერთხელ ჩემთვის სრულად მოულოდნელად დამიძახა და მომცა ასეთი დავალება რომ აი იზრუნეთ ბალეტის განვითარებაზე. თან ეს დილა იყო 9 საათი და სადაც მე მასთან მივედი და მეუბნება რომ აი იზრუნე ბალეტის განვითარებისათვის. ჩვენთვის გვიან არის ახლა ცეკვა, ისე როგორც ჩვენთვის, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ სხვაებმა მაინც იცეკვოთ. ჩამოთვალო თეატრი მეტნაკლებად ფეხზე დგას და კარგად არის კინო, მხატვრობა, აი ბალეტს უჭირს. ბლეხანოვზე იყო მაშინ ალბათ საზოგადოებას ახსოვს ჭაბუკიანის სახელობის და მის მიერ დაარსებული საბალეტო სასწავლებელი, მაგრამ სულ ერთი სარეპეტიციო დარბაზი იყო. შენობაც უკვე ვიწრო იყო, მოძველებული იყო. მაშინ მოხდა მისი მხარდაჭერით იმ ახალი შენობის, ასე ვთქვათ, ახალ შენობაში საბალეტო სასწავლებლის გადაყვანა. შევარდნაძე ამით ძალიან კმაყოფილი იყო, რომ აი ეს სფეროც არ დარჩა სახელმწიფო ყურადღების გარეშე. იცით რა, მთლიანობაში თუ გადავხედავთ იმ წლებს, ეს 10-ული წლებია უკვე, რაც დაგროვდა ქართულ სულიერებაში, ქართულ კულტურაში. ეს რენესანსია, თანამედროვე ქართული რენესანსია. მე ვფიქრობ, მან კარგად მოახერხა იმ თაობის სულისკვეთების განირთება. იმიტომ რომ ერთია, როდესაც ეს ამას გადმოსცემ ლექსში, გადმოსცემ სიმღერაში და მეორეა, როდესაც შენ ამას რეალურად ახორციელებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და აი ამ რთულ საბჭოთა სისტემაში ახერხებ ლავირებას შენი ქვეყნის, შენი კულტურის, შენი ენის გზაკვლევას და გადარჩენას. საქართველოში მე მგონი კაცი აღარ დადის, ვინც არ გაუგონია თუ როგორ შეძლო მან თავის დროზე პრაქტიკულად აღტკინებული სტადიონის დამშვიდება, რომელსაც ამ აღტკინებას შეიძლება მოყოლოდა მსხვერპლი. ეს საბჭოთა საქართველოს პერიოდია, როდესაც ფეხბურთის მატჩს სადაც ტრადიციულად ქართული და რუსული კლუბების, ქართული დინამოს და რუსული კლუბის შეჯიბრებისას საჯმა უკანონო პენალტი დანიშნა თამაშის ბოლოს. რამდენიმე წამია დარჩენილი და დანიშნა პენალტი. რა თქმა უნდა გაიტანეს. ხოდა უამრავი ხალხი განსაკუთრებით ახალგაზრდობა გადმოსვიდა და ჯერ საჯს დაუწყეს ზევნად საჯი დავმალეთ როგორც იქნა. დაბლა ჩავიდნენ, სადაც ფეხბურთელები ჩადიან და მაშინ სარდაფში შეიყვანეს და განი მიუხურეს. იქ აღარ ჩავიდნენ, ახლა პოლიცია იდგა და სროლა ატყდებოდა. მე რომ საჯისაც ვერაფერი დააკლეს, დაიწყეს ჯოხების და ქვების სროლა ტრიბუნისკენ. შიშის გზნობა მქონია. მოვითხოვეს კამი, იმიტომ რომ
სკამის გარეშე გადახტომა ის ცოტა ძნელი იყო. სკამი მოვითხოვე, სკამი დავდგით, მე გადავაბიჯე, გადავედი ხალხში. აი მან იქ შეძლო საუბარი და არწმუნება აი ამ აბსოლუტურად არაორდინარულ სიტუაციაში და მე ეს სული თვითონ წინ ჩაუდგა და აი არკაროვარი დინამო სტადიონზე იქიდან გამოიყვანა და ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდა და სულიად განიმუხტა სიტუაცია. აი ასეა. თან უნდა გაწირო. ასე არ შეიძლება მოიქცეს ადამიანი, რომელმაც არ იცის მასასთან ურთიერთობა და სულად ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანისადმი მაშინვე გაჩნდა სიმპათია. ჩვენ მოგწონდა ის, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან პრინციპულია, ძალიან აი უკან მოუხედავად მიდის რაღაცა ისეთი სამფუძვლიანი სიმართლისკენ. რაღაცა ისეთი მეთოდებით ცდილობდა აი ბრძოლას ყველაფერ მან კი ერთთან, რაც რა ვიცი, ჩვენს ახტაცებას იწვევდა. თითქმის 7 წელი ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს მონსტრია. აი მე შიგნიდან დავინახე, მეორე მხრიდან დავინახე სისტემა და ეს ქვეყანა, რომელსაც ვერ დაინახავდი ვერასდროს, აი გარეთ რომ ვთქვათ რაიკომი დივანი მეცნიერი და სხვა და სხვა. ბევრი რამ აღმოაჩინე ისეთი, რაც საოცრება იყო ჩემთვის, საოცრება იყო. აი მაშინ მივხვდი, რომ ეს სისტემა, რომელიც არ შეიძლება იყოს დღეგრძელი. ის სადაც არ მუშაობა ბატონ ედვარდს იყო ქართველი ხალხისკენ, მისი კეთილდღეობისაკენ და იცოდა, რომ ეს თავისუფლების შეზღუდვა არის ადამიანის განადგურება, მიწასთან გასწორება და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული და მე ის რო ყოფილიყო ეგრეთ წოდებული აი კარიერისტული იმითი ის ქალტო ნანულის სოლოდ არ შეითავდა რეპრესირებული შვილს. ეს იცით ძალიან დიდს ნიშნავს. არ შეიძლება ადამიანს ასე უსაზღროდ უყვარდეს ქვეყანა. ამდენს აკეთებდეს ქვეყნისთვის და ამას აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ კარიერის გულისთვის. ეს შეუძლებელი იყო. კარიერა როგორც კარიერა ცალკე აღებული შევარდნისთვის თვითმიზანი არასდროს არ იყო და ის ამას ძალიან იოლად შეელეოდა და არაერთხელ შეელია კიდეც ხომ. იმდენი გული, იმდენი ასე ვთქვათ, სული იყო ჩადებული ამ ყველაფერში, რომ ქვეყანა წინ წასულიყო, რომ განხორციელებულიყო რეფორმები, რომ ხელოვნება, კულტურა, ენა ვინ ეკაჩებოდა ენაზე, ხო? ენა რო არ ყოფილიყო სახელმწიფო ენა, შეიძლება არც გქონოდა ენა. რატომ მოიკლა ამ კაცმა ესეთ თავი? 78 წელი მე მიმაჩნია განსაკუთრებულია საქართველოს ისტორიაშიც, არა მარტო ჩემი პირადი ცხოვრებისათვის, არამედ საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ის მოვლენა, როცა ხალხმა პირველ რიგში ახალგაზრდობამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ შეუძლია დაიცვას თავისი ენა და თავისი სამშობლო. მტკიცედ წამდა და მჯეროდა, რომ არავითარ შემთხვევაში ქართველი ხალხი დათმობაზე არ წავიდოდა, ვერც მე წავიდოდი დათმობაზე, ჩემ თავსაც ამისთვის ვამზადებდი და ძალიან კარგად ხონდა და ნათლად წარმოუდგენელი, თუ რით შეიძლება დამთავრებულიყო ეს. მთელი უნივერსიტეტი მაშინ წამყვანიცა, მთელი სტუდენტობა ფეხზე დადგა. რასაკეთებს ედვარდ ამბროსევიჩი? იბარებს ნოდარის, დუმბაძეს, იმიტომ რომ ისინი ხო მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ ამ ხალხთან. ჯანსოს კიდე ვიღაცას არ ვიცი და ეუბნება, რომ მიდითო და უთხარითო იქ, პროფესურა ჩადგეს სათავეში. მარტო ბავშვები ნუ გამორბიანო. ნოდარი უნივერსიტეტშია, დაურეკა ედვარდმა და შენ გამოყევი მაგათო. შენ უნდა მომეხმარო ეხლაო. ჩემი მეუღლე. ეს ვერ მარცის ის, იმიტომ რომ მე ვიყავი ლალი კაბინეტში მაშინ სუსლოვი. აი ისეთი რომ აზანზარებდა საბჭოთა კავშირის რეაქციული, შოვინისტი, რუსი, პარტიული რაღაცა გაგიჟებული კაცი და ვეჩეთი ურეკავს ედვარდ ამბროსევიჩს და ეუბნება რომ это что такое у вас? Что у вас там балаган? Что делают студенты? Как они посмели? Как они идут? Эдуардис пасухи. Это не студенты только, это профессура там идет. 14-ში დილით უკვე სესია დანიშნული, მომზადებულია მოხსენება
და მოხსენების ბოლოს გადმოვიტანეს შეგნებით ეს ნაწილი ქართული ენის სტატუსის შესახებ და რა თქმა უნდა ეწერა ისე როგორც პოლიტბიუროს მიერ იყო ნაკარნახევი. ლაპარაკობ სახალხო მეურნეობაზე, ეკონომიკაზე, საქართველოს აყვავებაზე. რა თქმა უნდა, არავინ ყურს არ უგდებს, მაგრამ ესე არიან გასუსული, მაგრამ ვატყობ თვალებში რომ ეს ხალხი სხვაგანაა. აქ არზიან, ამ დარბაზში არზიან. ეხლა ვინ ჩემს უკან ზის პრეზიდენტში? იქიდან წერენ, რა ხდება გარეთ. მივიღე პირველი ჩანაწერი. სტუდენტჩესტო საბრალოს. და ამავე დროს ეს გადიან და გამოდიან ეს პრეზიდენტის წევრები, მათ შორის კგბ-ს უფროსი, წარამარა გადის იქიდან და პრეზიდენტიდან და ახლა მთელი დარბაზი არის შოკირებული, რომ რაღაცა ხდება, რაღაცა უბედურება ხდება. და თუ არ ვწდები 20-30,000 ახალგაზრდა იყო, ძირითადად ახალგაზრდა, მაგრამ არა მარტო ახალგაზრდა, მთელი ინტელიგენცია იყო. და ვთქვი რომ ბევრი მიფიქრეთ ამ მუხლის შესახებ, რომ დავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენა ქართული ენის გამოცხადება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა დარბაზში, რა ხდებოდა. აი ძველი კომუნისტებიც კი, დამწვარი კომუნისტები, ხალხი კგბ-ში რომ მუშაობდა, სხვები. ესე იგი აქ მარტო ენა კი აღარ იყო, არამედ ესე იგი სხვერპლი აღარ იქნება, ხალხი გადარჩება ხალხი და სისხლი არ დაიყურება. დამთავრდა ეს სტაჟი, ოვაციები, სულ ყველაფერი და გამოაცხადა. ეხლა ჩავიდე ჩვენ შვილებთან. და მთავრობის სასახლის ეზოში, აი ამ სარასტოვანი ნაროდა რო ჩავედი, და გაჭედილია ტანკებით ყველაფერი. ესე იგი ელოდნენ რომ მე იმ ფორმულას წარმოთქვამდი, რომელიც იყო ნაკარნახევით გამოქვეყნებული, ამას შეიძლება რაღაც მოყოლოდა და შეიძლება გაიმეორებოდა იმას, რაც მოხდა 56 წელს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ, მართლა გავიმარჯვეთ. ესეთმა პოლიტბიუროს წევრმა Толстовик Кириленко იყო, ასე მომართა. Это твои парткомы организовали. Твои парткомы. Какие парткомы? Кто у тебя университета партком? და ვინ იყო ხელოვანში თქვა ისეთი პარტკომი როგორც არის იყო თქვა რისმაგ გორდეზიანი სახელმწიფო უნივერსიტეტში და რისმაგი მართლაც ბევრს დარბოდა მაშინ რექტორთან ერთად ისაცის რომ ასეთი მოზრობა დაწყებულიყო ენის დასაცავად ეს მე მჭირდებოდა ეს აუცილებელი იყო ყველაზე საშინელი დიდი საშინელება არის უმადურობა არ შეიძლება არ დააფასო ის ამბავი რომ საქართველოში დგას დედაენის ძეგლი ეს იმ დროში ეს წარმოუდგენელი რაღაცა იყო. 70-იან წლებში იყო ძალიან რთული მომენტი, როცა ძალიან დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. და мама უნდა წასულიყო მახსოვს გაფრენილიყო სოხუმში. გამოვედი ესე დიდი ის იყო შესასვლელი ჰოლი, გამოვედი და мама ემზადება გარეთ გასასვლელად და ძალიან კარგად დავინახე ნაცვლად უკლიდან როგორ გადაიწერა ესე პირჯვარი. ეს იყო 70-იანი წლები. უნდა გითხრათ რომ мама ჩემი პარტიის წევრი კაცი იყო, სკოლის დირექტორი იყო, მასწავლებელი იყო, ძალიან განათლებული პიროვნება. სამდა ღმერთი. მაგრამ კი არ ამბობდა მას, კი არ ამბობდა. მე ახლაც მახსოვს აი ადრე დილდგებოდა რუეულებს ასწორებდა ხოლმე უთენია და ბირჯვარს გადაიწერდა, მიკვიდა მაშინ. სად კომუნისტობა და სად ბირჯვარის გადაწერა. დედა ჩემს ღმერთის წამდა და ლოცულობდა. წამდათ, მაგრამ ეშინოდა, ამას ვერ აცხადებდნენ. ჩვენთან ყოველთვის დიდი ზეებით აღინიშნებოდა აღდგომა. ერთ-ერთი ნათესავი ახლო ნათესავი იყო ძალიან ორთოდოქსი კომუნისტი და მახსოვს აპროტესტებდა ამ ფაქტს, როცა მოდიოდა ჩვენთან სტუმრად, რომ ეს რა არის. თქვენს ოჯახში წითელი კვერცხი როგორ შეიძლება იყო არ და იდო იმ დღეებში აუცილებელი ატრიბუტი იყო ჩვენი სუფრის იმ საზეიმო სუფრის და გეხოცებიო მე იცი რას აღნიშნაო ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნაო და მართლა მე დავიბადე თურმე აღდგომა დღეს მე ვფიქრობ რომ რატომ ვფიქრობ რომ მაინც შინაგანად მას ჰქონდა რწმენა უფლის რწმენა ბევრ რამეს ნანობდა ბევრს რატომღაც აი ეს თვითმფრინავის ბიჭების ამბავი მახსენდება ყველაზე უფრო.
იცოდა რომ მას მაშინ იმ პერიოდში არ შეეძლო შოლა, მაგრამ აი რაღაც როგორც თვითონ ამბობდა სოსლის ბოლომდე გაყვა მას ეს დიდი სინანულის გრძნობა, რომ ვერ შეძლო ვერაფრის გაკეთება, ვერ მოახერხა. მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი. როდესაც დაირეკა სახლში და ეს ინფორმაცია მოვიდა, როგორც წავიდა მამა სასწრაფოდ აეროპორტში, დედაც წავიდა და რა მდგომარეობა იყო მაშინ. ნუ გავიწდება რომ ეს შევარდნაძის ფუნქციებს ცილდებოდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის, ესე იგი, სულ სხვა კატეგორიის საქმე იყო. ოპერაციას ხელმძღვანელობს ინაური. ეს ჩინით ყველაზე მაღალი კაცია. გენერალ-პოლკოვნიკი, სამხედროების თავმჯდომარე ახლა რა. ყველა ნაბიჯი თანხდება ინაურთან. და ინაური ამბობს: "დაბრო?" ანდა ეუნება პადაჟდიცე. მას შემდეგ რაც ედუარდ შევარდნაძის თხოვნით მშობლები მოიწვიეს და თხოვეს რომ იგებ გახვიდეთ თქვენ შვილებთან რომ ისინი ჩაგვბარდნენ მშვიდობიანად და შედეგი არ იქნება ის რაც მოსალოდნელია, რაც კანონით იყო მაშინ გათვალისწინებული, ანუ უმაღლესი სასჯელის ზომა. არ ვიცი რა მიზეზით უარი ითქვა. როგორ მე უნდა დაასულიყო თვითმფრინავში და დალაპარაკებოდა, როგორც იცოდა ხოლმე თავის რისკის ფასად დალაპარაკებოდა ბიჭებს, ვინც იყვნენ იქ. მაგრამ ნუ თავზე მოძალა არ გაუშვეს. გადაწყვეტილება დახვრეტის მიიღო ინაურმა. მაგრამ გაგეცინებათ ახლა ინაურა მოსამართლე ხო არ იყო? არ იყო მოსამართლე. მოსამართლე იყო გერცამია. მაგრამ იყო თუ არა გერცამია გავლენის ქვეშ? ეს არის გასარკვევი. ნამდვილად აწუხებდა. ბოლო წუთამდე აწუხებდა. მან მიიღო დიდი დრამა, მიიღო დიდი დარტყმა, მაგრამ ნუ ეს იყო პრაქტიკულად სამაგალითო დასჯა, რომელიც იყო არა აქვს ნიშნულობა კგბ-ს რომელ სტრუქტურაში იქნეს მიღებული, რომელიც მოსკოვმა გააკეთა ყველაფერი ეს მოსკოვმა რა გაგებით გააკეთა მოსკოვის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა. თვითმფრინავ გაუშვითო რუსები ეთხოვდნენ ზუსტად ისე როგორც ჩელაბინსკის თავზე ააფეთქეს. ზუსტად ისე. და მაშინ მე ვკითხე რომ მითხარი აი რომ გადამდგარიყავით მეთქი, ვაწვებოდი რა ახალგაზრდულად. ჯანუკის არმაზი ვიღაცა არაფერი გადავდგებოდიო, მეტი არაფერი არ მოხდებოდა, ჩვეულებრივად დაიხრიტებოდნენ, ოღონდ მე გადავდგებოდიო. ეს იქნებოდა უბრალოდ ჩემგან ცოტა უფრო პოპულისტური ნაბიჯი და უცებ შემხედა და მითხრა. მე არ ვიცი ეს შეიძლება და ჩემი ოჯახისთვის უკეთესი ყოფილიყო. ცხოვრება ურთულესი მოვლენაა. ურთულესი და უძნელესი. და ნუ დრაიტრაბახებს იმას რომ აი მას შეუძლია პირდაპირ დიაგნოზის დაუსვა. შენ მოღალატე ხარ, შენ ერთგული ხარ. თვითონ ცხოვრება გაარკვევს ამას. სხვა მოვლენა იყო და ყველა გრძნობდა ამას, რომ ეს სხვა მოვლენა იყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გრომიკოს შემდეგ, მისტერ ნიეტის შემდეგ მოვიდა ადამიანი მომღიმარი სავსე იუმორით. სწორედ ამ ღიმილმა გაათფო მაშინ ის ცივი ომი და სწორედ ის ერთ-ერთ საფუძვლად არის მიჩნეული და ის იუმორი, რომელმაც გაალღო აი მაშინ სწორედ უკიდურესობამდე დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები. ჩამოდის შევარდნაძე, ჯერ მისი სახელის წარმოთქმაც კი უჭირდა თუ ცხოველში შეჩეული არ იყვნენ. უდიდესი ინტერესი იყო მის მიმართ. ყველა ცდილობდა მასთან მისვლას, თუნდაც რაღაც ერთი სიტყვის თქმას, ხელის ჩამორთმევას და ასე შემდეგ. Я сейчас вспоминаю первую встречу с Рейганом. Он смело смотрит на меня как на врага в буквальном смысле. ხა მანამდე იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი გრომიკო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დიდხანს იყო და მისტერ ნოუს სახელით იყო ცნობილი და მისი ღიმილი არავის უნახავს. ეს დაძაბული ცივი ომის პერიოდია და ამერიკელები მიჩვეული არიან, რომ აი ჩამოდიან იქიდან და აი რაღაც კუშტი სახეებით უნდა იყოს ესეთი პროტოკოლური ჯინზე ლაპარაკი თუ შეიძლება ჯინაზე ლაპარაკი. პირველი საუბარი რეიგანი ეუბნება, რომ აი ჩვენთან დემოკრატია თქვენთან არ არისო დემოკრატიაო.
თქვენ რო გახვიდეთო ახლა აქ თეთრი სახლის წინო თავისუფლად შეგიძლია დადგეთო და იყვიროთო ძირს რეიგანი არავინ არ გეტყვითო თქვენთან ესო შესაძლებელია კრემთანო ესო შეუძლებელია და შევედანზე არც დააყონა თუ ჩვენ უცხარო არ ეს ჩვენთანაც შესაძლებელი მიბძანდითო კრემთან და რამდენიც გინდათ იყვირეთ ძირს რეიგანი არავინ არაფერს არ გეტყვითო და თვითონ ყვებოდა მე ამას რეიგანი რამდენადაც მე ვიცი რომ იმ წუთში შეეცვალა მისი შეხედულება და დამოკიდებულება No, I understand he is delivering. Mr. Foreign Minister, can you tell us what's in the letter? Вам вопрос, Олег Владимирович, что в письме? Что, если я вам расскажу, что тогда господин президенту буду рассказывать? Well, if I tell you, what shall I tell the president? აი ამან გადაწყვეტა, იცით, ამ პირადმა ურთიერთობებმა. სხვა შორის, პრეზიდენტ რეიგანთან ერთ 15-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი. После переговоров с господином президентом скажу. მერე გათბა, ძალიან გათბა. და ძალიან мендобода. Прогнозы хорошие. После каждой встречи устраивал ланчи. Ни один министр иностранных дел не удостоился такой чести. Рассказывал много анекдотов. Я не знаю другого человека, который знал такое количество анекдотов. Добро пожаловать еще раз. Мы встретились здесь раньше. Это третья встреча. Meeting here. Yes. აი ამ გულახდილობამ, ამ პირდაპირობამ განაპირობა განსაკუთრებით პირველ წლებში რომ დამკვიდრდა ეს განსაკუთრებული ურთიერთობები და ჩამოაყალიბა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სახელმწიფოთა ურთიერთობაში, როგორც არის ნდობის ფაქტორი. პირველი 3 წელი ეს იყო წმენის გამტკიცების წლები, რომ თურმე შეიძლება ცივომი დამთავრდეს. პირველი შეხვედრისას ჩვენი ქართული ტრადიციის მიხედვით ბატონ შუბლიც თავის პარტნიორს ქართული ხანჯალი აჩუქა, უცხოეს არის ქართული ტრადიციული, ასე ვთქვათ, ნაკეთობა და იარაღი, რომელთაც ქართველები თავის დამოუკიდებლობას იცავდნენ და ახლა საბჭოთა კავშირმა თავის იარაღი უკვე დადო. ამიტომ ახლა განიარაღება თქვენი ჯერია განიარაღებისკენ ნაბიჯი გადადგათო. ნიუ-იორკში 15-20 დღის შემდეგ შევხვდი, მე ვუთხარი რომ იგზენიმეთი ხელსინკში რომ ჩვენ ბევრი რამის გაკვეთება შეგვიძლია ჩვენი ხალხების საკეთილდღეობრივ და მითხრა რომ მოიტახელი და ჩვენ ხელი ჩამოვართვით და მართლაც არ გვიღალატია ამ ჩვენი პრინციპისათვის. ჩვენ ასე ვამბობდით ხშირად, აი ამის გაკეთება შემიძლია, ამის გაკეთება არ შემიძლია. მე აღარ შევდავები ვარ, იმიტომ მართლა დავიჯერე, ვიცოდი რომ ის მართალი იყო, აბსოლუტურად სწორი იყო. ის რაც მე თქვენ გითხარით ახლა ეს ახალი აზროვნების ერთ-ერთი გამოვლენა იყო. და პირველ ხანებში მართლა უკვირდათ. და მართლა ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მე მთელი ამ 5-6 წლის განმავლობაში მე თითქმის ყველასთან, ვინც კი რაღაც ღირებული იყო მსოფლიო არენაზე, ყველასთან მქონდა კონტაქტი. Jim Baker and I first got to know President Shevardnadze when he was foreign minister of the Soviet Union, and we quickly learned that he was somebody whose judgment and word we could trust. He and Jim Baker, in fact, became an extraordinary diplomatic team, working successfully on issues as varied as arms control, German unification, and combating Saddam Hussein's aggression in the Persian Gulf. They became fast friends and achieved unimaginable levels of Soviet-U.S. cooperation. And together they helped, as Mikhail Gorbachev and I were able to usher in the end of the Cold War in a way few had ever dreamt possible, peacefully.
და აქედან ფაქტიურად აი დაიწყო ის ბრძოლა, რომელსაც ქვია ბრძოლა რეფორმატორებსა და კონსერვატორებს შორის საბჭოთა კავშირში. ორი კლასობრივად განსხვავებული სისტემა გადავიდა სრულიად ახალ ხარისხში, პარტნიორულ ხარისხში. და მე დაიწყო პირადი ურთიერთობები უკვე. აი ოჯახებში მისვლა, ოჯახების გაცნობა და დავმეგობდი. ეხლა ქართველებს გვიყვარს ეს სიტყვა ძმაკაცობის დაახლოებით შემადარი ურთიერთობები ჰქონდათ. მე მინდა გავიხსენო შეხვედრა მალტაზე. გვინდა და ორიგინალური შეხვედრა გამართულიყო. ჩავედით გემით, რომელსაც ქვია მაქსიმ გორკი. პრეზიდენტი ბუში და ბეიკერი ჩამოვიდნენ კრეისერით. A guided missile cruiser. მე გეტყვით ახლა როგორც იომეს. Well, I'll tell you how the battle actually proceeded, you know, and how იყო საშინელი ღელვა. აი იქიდან უთვალთვალებით როგორ ჩამოდიან კრეისერიდან. 10 ჯერ მაინც ades ჩამოსვლა და ვერ ჩამოვიდა. მე როგორც იქნა მოაღწიეს ჩვენამდე. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმისათვის რომ ის შეხვედრა შემდგარიყო და ისე დამთავრებულიყო როგორც დამთავრდა. ეს იყო ციომის დამთავრების დაწყება. Мы зафиксировали. Мы не противники. Мы не противники. Это было великое открытие для того времени. Მე გავაგზელო რა მოხდა? Shall I continue? Shall I say what happened? Let me, I remember a number of meetings with you, Edward, where you told me on any number of occasions, we will not use force to keep the Soviet Empire together. When we first started out, I have to tell you that President Bush and I and other policymakers in the United States were very skeptical. But it was after the Wyoming ministerial, after the Malta meeting, where we concluded that we could trust what you said and what your colleagues said. There had, of course, as you recall, been an unfortunate experience here in the United States with trusting the Soviet Union in terms of Afghanistan, and we were therefore somewhat leery of being too quick to come to that conclusion. In the Vnukovo airport in Moscow, the day after Saddam Hussein invaded Kuwait, when I flew to Moscow and we stood together, shoulder to shoulder, and condemned that invasion, and both supported an arms embargo on Iraq. Never before, of course, had the United States and the Soviet Union cooperated in any kind of a political statement or action against one of the allies of the other. But you did that. You did it against the advice of many strong Arabists in your foreign ministry. It was an extraordinarily courageous and difficult decision for you to make. As I recall it, President Gorbachev was traveling somewhere and you could not even get his approval, but you did it nevertheless because, as you told me at the time, it was the right thing to do. That was the key, I think, one of the keys, again, to a peaceful end of the Cold War. მოხდა საოცარი რამ. გუშინდელი მტერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩაუფრინდა მოსკოვში და მე ხამის 2 თუ 3 საათზე მაცნობს ეგმას. სადღაც იომი. So where was the Cold War? At that point, you know, there was none of it. ჩვენ ორთავე სახელმწიფო იბრძვის სამართლიანობისათვის. From then on, throughout the period of the Gulf War, the United States and the Soviet Union, they did not see everything exactly the same way. You will remember the incident with the Iraqi ship sailing toward an Iranian port, and everybody in the United States government wanted to blow the ship up because we had put this embargo on the transport of oil from Iraq. When I went to Moscow and told Edward that we had concluded that a land war was required,
he was quite concerned. He wanted to make sure that we knew what we were doing. And he questioned us. He said, this is the 4th biggest army in the world. Do you know what is involved in doing it? You said, please give us 2 or 3 days. Let me see if we can't work this out with Baghdad. And fortunately, President Bush agreed with that. The American military did not take the ship out. And the Soviet Union and the United States worked that way throughout the period of the Gulf War. If we had not been able to give you the 2 or 3 days, I think the entire international coalition that was put together to eject Iraq from Kuwait would have dissolved at that time. That happened because of one man, and he's right up here on the stage with me. ასე ადგილ-ადგილ ხდებოდა შევარდნაძე გაკეთებული ისე უჩუმრად ყნარად საქმეები. ებრაელების დაბრუნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო სხვათა შორის. იმიტომ რომ ისრაელი იყო საბჭოთა კავშირის მტრად გამოცხადებული. და შევარდნაძემ ფაქტურად ამ მტერთან მიგრირებას გაუხსნა გზა. საერთოდ მოარღვია მთელი საბჭოთა ეს რკინის ფარდის პრინციპი. იქ გერმანიას რკინის ფარდა არა, მაგრამ კედელი მოურღვია. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საბჭოთა კავშირისთვის ქვეყანა, ჩინეთთან შევარდნაძეს ჰქონდა ბრწყინვალე ურთიერთობა. ერთ-ერთი სახიფათო ირანი, ხომეინი რო იქ იყო, შევარდნაძე იყო პირველი, ვინც შევიდა. მერე ხომეინმა დაარქვა თეთრი მელ. ეს კომპლიმენტია პოლიტიკაში. უბრალოდ იმან ჩაავლო ის, რომ ეს თამაშობს პოლიტიკაში და ანუ თეთრი რატო დაერქვა, გვიბუნებრივი იყო. ოღონდ რა თქმა უნდა ამას აკეთებდა თავის სტილში, ისე რომ აი გარშემოქმნიდა პირობებს, ოღონდ ვერავინ ვერ დაადებდა ხელს, რომ შენ ხარ ამის გამკეთებელია. ეს სიფრთხილე მას ჰქონდა. მე მაინც მალტას დაუბრუნდები. Well, I'll go back to Malta anyway. როცა საბჭოთა ხომალდზე დამთავრდა მოლაპარაკება, სტუმრები კრეისერზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. ღელვა კიდევ რუარესდებოდა. გახსოვთ ეს? Oh, very well. მაინც გაცურეს, მაგრამ კრეისერზე ვერავინ. მერე მოვიდნენ, მობრუნდნენ უკან. They returned. ითხოვეს ჩვენ გემზე პოლიტიკური თავშესაფარი. That's right. That's true. We did too. თუ მალტაზე ითქვა იმის შესახებ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგენი არა ვართ, ვაიომინგში In Wyoming, მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ at the end of our negotiations, ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს გადავეხვიეთ. We actually embraced. და უთხარით რომ ამ იერიდან ჩვენი ორი სახელმწიფო პარტნიორი from now on ეს უკვე დიდი განაცხადება. ყოველთვის თანასწორობას არ იცავდა ჯიმი ჩემთან ურთიერთობაში. როცა დავამთავრეთ მოლაპარაკება, მე წამიყვანა სათევზაო. I'll tell you why. შევედით დინარეში. არა, ჯექმები და ყველაფერი. Yeah, so we entered the water, we had the high boots and things. 2 საათი ვითევზავთ, 2 საათი. მე რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ დავიჭირე. Well, quite naturally I didn't catch anything. და ჯიმა სადღაც აღმოაჩინა ამოდენა ლიფსიდა. And მე მგონი მიბმული ყავდა სადღაც. შემდეგი შეხვედრა იყო ბაიკალზე. იქ ვითევზავთ, and we did some fishing there too. სუთევზაობაში ვატარებდით. As you see, what we did mostly was fishing. On Lake Baikal. იქ გადაუხადა სამაგიერო. ისე ზონაში შევიყვანეთ, სადაც ერთო თევზი არ ყოფილა. That's true. That's absolutely true. That's very true, but we ended up catching 2 fish finally. And when we got back to the docks for the mandatory photo opportunity, Edward was very quick to grab the smallest one and stick the biggest one in my hand so that I could hold up the bigger fish and he had the smaller fish. Well, but those 2 fish were caught by someone else.
საბჭოთა კავშირი მართლა დალპა და ის უნდა შეცვლილიყო, წყობა უნდა შეცვლილიყო, საზოგადოება, სხვა საზოგადოება უნდა შექმნილიყო. და აქედან დაიბადა ის იდეა, გორბაჩოვის პერესტროიკის იდეა, დემოკრატიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ კარგად არ ესმოდა რა შედეგებამდე მიიყვანდა დემოკრატიზაცია. დემოკრატიზაციის, რეალური დემოკრატიზაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ევროპა გათავისუფლდებოდა, გერმანია გაერთიანდებოდა და ეს ქვეყნებიც საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მიიღებდნენ.